შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ საჯარო მოხელეებზე 2006 წელს მიღებული ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის საფუძველზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების გასაჯაროება მოუხდეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სამინისტროს ორკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ საქმე ან შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს, ან ინფორმაცია გასცეს. თეუნა გიორგელაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციას იმ საჯარო მოხელეების შესახებ ითხოვს, ვის წინააღმდეგაც სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა ახალი მოწვევის პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაზე ვრცელდება. საზოგადოებას უნდა გქონდეს ინფორმაცია, ვის პირები, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან პოლიტიკას, ანუ ქმნიან საკანონმდებლო მოწესრიგებას, საკანონმდებლო ჩარჩოებს, ამავდროულად პასუხისმგებელნი არიან ამ კანონების, ასე რომ ვთქვათ, განხორციელებაზე, ძალადობის მსხვერპლთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ამ პირთა შესახებ აუცილებლად უნდა გქონდეს საზოგადოებას ინფორმაცია, ხომ არ არიან შემთხვევით მოწალადეები. არასამთავრობო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის გაცემაზე უარი მიიღო. სასამართლომ კი მათი მოთხოვნა 25 ნოემბერს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მხარეებს 2 კვირის ვადაში უნდა ჩაბარდეს. სასამართლომ თქვა, რომ მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შესახებ მსგავსი ტიპის ინფორმაცია არის საჯარო, ამავდროულად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ განცხადებას მხოლოდ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გააკეთებენ. ინფორმაციის გაცემაზე უარის ხმის მოტივად კი პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა დაასახელეს. ოჯახის ძალადობასთან დაკავშირებულია თუ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც არ არის დანაშაული, ასე ვთქვათ, და ვინმეს თანამდებობიდან ან გადაყენებას არ იწვევს, ან მის მიმართ დევნის განხორციელებას, ეს არის პერსონალური მონაცემები და ამას ვერ გამოვაქვეყნებთ. საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს საკანონმდებლო ორგანოში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს დავა, ანუ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების ჩაბარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაჩივრებისთვის 2 კვირიანი ვადა ექნება. ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში კი ორგანიზაცია მასშტაბების გაზრდას გეგმავს და რიგითი პოლიციელებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს. ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრები 2 საათზე მეტ ხანს უსმენდნენ. მთავარი პროკურორი საბჭოს წინაშე ანგარიშით უკვე მეორე ძარს დგა.